ენკას საჩივარი უკვე კოლუმბიის ოლქის სასამართლოშია. დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველო არბიტრაჟში წაგებულ ფულს თურქულ კომპანიას არ უხდის. ამიტომ განაჩენის აღსრულებისთვის მან საჩივრით ამჯერად შტატების სასამართლოს მიმართა. ძირითად თანხასთან ერთად მოსარჩელე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საჯარიმო სანქციის დაკისრებას ითხოვს, რაც სარჩელის შეტანის მომენტისთვის 430 მილიონი დოლარი იყო. ეს კი დღევანდელი კურსით 1 მილიარდ 170 მილიონი ლარია. სამჯერ მიმართა თურქულმა კომპანიამ ენკამ ზარალის სასანაზღაურებლად ხელისუფლებამ ეს ფული არ გადაურიცხა და დღეს უკვე გაირკვა, რომ თურმე სარჩელი შეტანილია ვაშინგტონის საოლქო სასამართლოში ენკას მიერ, რომელიც 100%-იანი ალბათობით იქნება დამთავრებული აი ამ თურქული კომპანიის სასარგებლოდ, არ გადახდის შემთხვევაში დაყადაღდება საქართველოს მთავრობის ყველა ქონება, რაც კი მას გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციების და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შეცვლილი პირობების გამო ნამახვან ჰესის მშენებლობის დაწყება ვერ მოახერხა. საერთაშორისო არბიტრაჟში კომპანიამ დაამტკიცა, რომ ქვეყნის მთავრობამ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. ეს არ არის გამონაკლისი, ჩვენ მაგალითად ვიცით იგივე ინტერრაო, რომელმაც დაახლოებით 100 მილიონ დოლარზე მეტი მოუგო საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ტარიფები არასწორად იქნა დაწესებული მათი გადასახედიდან, ანუ ჯამურად რამდენიმე მილიარდი ლარი უკვე სახელმწიფოს აქვს ვალი უცხოელი ინვესტორების და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ღვევდა კანონმდებლობას. უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები მხილებული, მათ შორის ამ აქციების ორგანიზატორები, რომლის უკან მაშინდელი ხელისუფლება იდგა. ენკამ ვალდებულების შეუსრულებლობად ჩათვალა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ ჰესის მშენებლობა არსებული პროექტით აღარ განხორციელდებოდა. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა კაშხლის მშენებლობაზეც. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში კი კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გაწყვეტა. რუსული კანონის ინიცირების დროს პროექტის ჩაშლა არასამთავრობო სექტორზე იერიშისთვის გამოიყენა ირაკლი კობახიძემ. გამოაცხადა, რომ საპროტესტო აქციების უკან რუსული და არა მარტო რუსული ფინანსური წყაროები და ორგანიზაციები იდგნენ. დაანონსა გამოძიებაც. საზოგადოებას ექნება ინფორმაცია და ამის საფუძველზე საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნა. ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები. მას შემდეგ, რაც ენკამ არბიტრაჟში საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობა დაამტკიცა, ირაკლი კობახიძეს რუსული ფინანსური წყაროები აღარ უხსენებია და ჰესის პროექტის ჩავარდნაც და არბიტრაჟის გადაწყვეტილებაც პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციებს დააბრალა. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები. ამ აქციებში საეჭვო პირები იყვნენ ჩართული და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული NGO-ები. სამი კონკრეტული NGO შეიძლება გამოიკვეთოს, რომელიც იყო ჩართული. მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა. ამიტომ არ უნდოდათ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ ეს შავბნელი საქმეები NGO-ების ხელით ეკეთებინათ. ფაქტია ის, რომ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ენკას საინვესტიციო პირობები შეეცვალა, რაც არბიტრაჟშიც დამტკიცდა. ამასთან სახელმწიფომ ვერ შეძლო პროტესტის მონაწილე მოქალაქეებისთვის დაემტკიცებინა ვერც ამ ჰესის საჭიროება და ვერც მისი უსაფრთხოება. ახლა საკითხავია, ვის აირჩევს სამიზნედ ირაკლი კობახიძე, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული 1 მილიარდიანი ზარალი გადაფაროს. გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც როგორც წესი დიდი ჰესების წინააღმდეგ გამოდიან, თუ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის გადაწყვეტილებებიც საარბიტრაჟო დავის საფუძველი გახდა. ეს შეიძლება გახდეს ირაკლი ღარიბაშვილისთვის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, იმიტომ რომ ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და თანამდებობრივი პასუხისგებლობით გამოწვეული ზიანი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზარალის მომტანი არის ჩვენი სახელმწიფოსთვის. ქართულ ოცნებაში კი ზოგს დასახელებული თანხის არ სჯერა. ზოგი კი დამნაშავეს ეძებს და პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს. წარმოუდგენელ ციფრებზე საუბრობთ. არასწორ ციფრებზე. წარმოუდგენ ამ ციფრებთან და გითხარით რომელია სწორი რიცხვი და ამ რიცხვზე ვისაუბროთ მაშინ. საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან უნდა გავიდეს ეს თანხა. არა, რა შეიძლება პასუხისმგებელი ვინ არის? და რატომ არ იშება მის პასუხისმგებელია? ანუ ამ ხელალაზე ვსაუბრობთ, თქვენ ამ დავაზე წარმოდგენაც არ გაქვთ ბატონო კახა? არ იცით ნამახვამ ჰესთან დაკავშირებით. ინფორმაცია საერთოდ არ გაქვთ ამ თემაზე? მილიონობით. სწორია უგეუბნებით და მაშინ სწორი რა არის გითხარით? მაშინ სწორი რა არის? არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ბატონო კახა. ნუ სერიოზული საბოტაჟი განახორციელეს.
არც თქვენ არც მე კომპეტენცია არ გვეყოფა იმისათვის შევაფასოთ ვისი დანაშაული და ვისი გამოისვაბე ჩაიშალა ეს ხელშეკრულება. ფაქტია რომ არის საქართველოში გარკვეული ადამიანები მეხუთე კოლონა ეწოდება რომელსაც ეს უხარია. ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი ძალიან მალე. კომპენსაცია, რომელიც ახლა გადასახადის გადამხდელებმა საკუთარი ჯიბიდან, ანუ ბიუჯეტიდან უნდა დაფარონ, კოლოსალურია. ამ მასშტაბის ფინანსური დავა სახელმწიფოს ჯერ არასდროს წაუგია. ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ, გადახდილია თუ არა ამ თანხის ნაწილი მაინც. ფინანსთა სამინისტროდან პასუხს ამ დრომდე ველოდებით.